როდესაც გაურკვევლობაში მყოფი ევროპა შიშობს, რომ რუსულ საფრთხესთან შესაძლოა მარტო დარჩეს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეიარაღებული ძალების 4 ვარსკვლავიანი გენერლების საპირისპიროს ამტკიცებენ. შეიარაღებული ძალების კომიტეტზე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აფრიკის სარდლობის მეთაურთა მოსმენა ორ ნაწილად, ღია და დახურულ განხილვად დაიყო. თუმცა სენატის შესაბამისი კომიტეტის ვებსაიტზე აიტვირთა გენერლების ანგარიშები. აქ კი საქართველოსზეცაა საუბარი. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი ქრისტოფერ კავოლი გაზრდილ რუსულ საფრთხეებზე საუბრისას საქართველოსზე წერს. რუსეთი იყენებს არასტაბილურობას ევროპის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში. იმ მიზნით, რომ გაზარდოს გავლენა შეერთებული შტატების ხარჯზე. საქართველოში პრორუსულმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ თბილისი მოსკოვთან დაახლოვა. მოლდოვაში რუსული გავლენა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაიზარდა. მოსკოვი ჩაერთო არჩევნებში ხმების მოსყიდვის თაღლითურ ქმედებებში, კიბერშეტევებში და საარჩევნო უბნების აფეთქებების შესახებ ცრუმუქარებში. 2024 წლიდან რუსეთი ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან ჩამოაშოროს. რუსეთის განზრახვა ნათელია. ის ცდილობს ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას, ცდილობს გაზარდოს საკუთარი რეგიონული და გლობალური ძალაუფლება და შეამციროს ამერიკის შეერთებული შტატების ძალა. გაზრდილი რუსული საფრთხეებიდან გამომდინარე, დემოკრატის სენატორი მიჩიგანიდან ელისა სლოტკინი დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ევროპის სარდლობის მეთაური რუსეთის სტრატეგიულ გეგმებზე. Do you believe that after Russia invaded Georgia, მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის, ჯერათ რომ თუკი პუტინთან რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული, განსაკუთრებით მისთვის ხელსაყრელი, ის შეჩერდება და თავს არ დაესხმება ევროპას. არ მჯერა ქალბატონო. ჩემი პროფესიული შეფასება, რომელიც ეფუძნება წლების განათლებას, გამოიხატება იმით, რომ ეს რუსეთის ისტორიის უფრო დიდი სურათის ნაწილია და ის ნამდვილად შეესაბამება იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი დღეს. როგორ გადაწყვეტს შეერთებული შტატები ამაზე რეაგირებას, რა თქმა უნდა, არ არის ჩემზე დამოკიდებული. მაგრამ ჩემი აზრით, რუსეთი სერიოზული საფრთხეა. რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა, რომელიც შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ სწორედ გაზრდილი რუსული საფრთხეებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში სამხედრო ძალა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. თავდაცვის დეპარტამენტში გაჟღერებული მოსაზრებები კი ევროპაში ძალების შემცირებასთან დაკავშირებით მცდარ პოზიციად შეაფასა. ომი უკრაინაში წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა დასავლეთის მტრად იქცეს და რუსეთის მომავალზე უარი თქვას. თავდაცვის დეპარტამენტი სამართლიანად უწოდებს ჩინეთს ჩვენს საფრთხეს, თუმცა რუსეთი და მისი ათასობით ბირთვული იარაღი კვლავაც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელყოთ რუსეთის საფრთხე, რუსეთის აგრესიის მიუხედავად არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ახლა დროა მკვეთრად შევამციროთ ჩვენი სამხედრო ძალა ევროპაში. მე ამას არ ვეთანხმები. შეშფოთებული ვარ თავდაცვის დეპარტამენტის ზოგიერთი საშუალო დონის ბიუროკრატის მიერ გამოთქმული ამ ღრმად მცდარი და სახიფათო შეხედულებებით. გენერალი კავოლი სენატში საზოგადოებისთვის ღია გამოსვლისას დეტალურად შეეხო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დეტალებს. ისაუბრა კრემლის სამხედრო დანაკარგებზეც. ასევე დადებითად შეაფასა ევროპის მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ფლაგმანს წარმოადგენს. რუსეთის ომმა უკრაინაში, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს, აჩვენა, რომ რუსეთი ქრონიკულ საფრთხეს წარმოადგენს. და ჩვენ ვხედავთ, რომ სამომავლოდ ეს საფრთხე გაიზრდება. ერთია, რომ ისინი შეეცდებიან სამხედრო ძალა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ და დღეს კი აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ევროპისა და მის მიღმა დესტაბილიზაციის შესაქმნელად. ჩვენი სამშობლოს დავდაცვის ხაზი ევროპული სარდლობიდან იწყება, სადაც ჩვენი საზღვაო ძალები ხელს უშლიან რუსულ წყალქვეშა ნავებს ატლანტის ოკეანეში, რომ შეაღწიონ. ისრაელის მიმართულებით ჩვენი ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვა იწყება ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ევროპის სარდლობის გემებიდან. ჩვენ ვართ ამერიკის წამყვანი ძალა მსოფლიოში. ევროპაში სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეთმა ისაუბრა. მაშინ, როდესაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა. ამის მიზეზად კი ჩინეთის გაზრდილი საფრთხე დასახელდა.
როგორც ჩანს, სენატის თავდაცვის კომიტეტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შტატებმა ევროპაში სამხედრო ძალები უნდა შეამციროს. მოსმენაზე სამხედრო ძალების ევროპაში შენარჩუნებას ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.